მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებ მორიგ ვიდეოს დარიგებების გარჩევაზე, უკვე გქონდა 2 ეპიზოდი, ახლა ეს არის მესამე ეპიზოდი. წინა ეპიზოდებში გავუწიე რეკომენდაცია Power-ის არხს, Poker to Georgia, უბრალოდ შეუძლია სახელი, ეს არის Power Plays Poker და გითხარით რომ არის სტრიმი და საინტერესო რამდენიმე სასარგებლო ვიდეო. შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ, კიდე დაიდება ბევრი და ამჯერად გავარჩევ კიდე Power-ის გარდა ერთ დარიგებას თორნიკესთან, რომელსაც ასევე აქვს YouTube არხი, უმრავლესობას გეცოდინებათ, ეს ძველი YouTube არხია და ვინც არ იცით რავი, გადაშეხედეთ, მოგეწონებათ, აქაც არის საინტერესო და სასარგებლო ვიდეოები და ასევე არის სტრიმი, სადაც არის ტურნირების ქეშიც და საინტერესო დიალოგები სტრიმერთან. დღეს, მოკლედ, გავარჩევთ დარიგებას, რომელიც მოხდა სტრიმზე, ჩემსა და თორნიკეს შორის. ისეთი გადასარევი დარიგება არ არის, უბრალოდ რაღაც შეკითხვები გამოიწვია იქ სტრიმზე. თორნიკემ მკითხა რომ რატო დაჩეკე, რატო დაქოლე, რატო დაარეიზე ასე შემდეგ და რა ვეცდები გავარჩიო ეს დარიგება. მოკლედ ამ დარიგებას გავარჩევ, მე გადავალ Power-ის დარიგებებზე და გარდა ამისა კიდე მაქვს ერთი რეგულარის დარიგებები მარკის, რომელმაც გამომიგზავნა პირადი შეტყობინებაში და მარკის დარიგებებიც გავარჩიოთ. მოკლედ ბლომად დარიგებები მაქვს დღეს Power-თან ძალიან ბევრი დარიგებებია, მაგრამ მთლიანად ამას არ გავარჩევ, რა თქმა უნდა. ალბათ დაახლოებით 9 საათიანი, 40 წუთიანი მაქსიმუმ ეპიზოდი გავაკეთოთ და დავიწყოთ ამ დარიგებით. ეხლა იმედია თორნიკეს ხმაც კარგად ჩაიწერთ თორნიკეს ხმას. კარგი, მოდი ესე ვთქვათ, რომ ამ სიტუაციაში ხდება რა? მე ვარ small blind-ი, თორნიკე არის MP. Hijack-ი დავუძახოთ ამას, რახან solver-ი hijack-ს ეძახის. შესაბამისად თორნიკე არ ეიზებს, მე ვატრიბეთებ, უბრალოდ ეს ჩანაწერია არ არის. ამ მომენტამდე ჩანაწერი არ აქვს სამწუხაროდ. ამ მომენტიდან იწყება. აბა. აღასთან მოხვდარი, ტრიბეთი მეთამაშა, ერთ მესამეც გამოდის. ხო, ან რა მოხდა? დავატრიბეთე small blind-დან, დამიქოლა hijack-ზე. სხვადასხვა ფერის ტუზდამა. პირველ რიგში მოდი გავაკეთებ კომენტარს სხვადასხვა ფერის ტუზდამის პოზიციაში კოლზე. არ არის სტანდარტული კოლი. ხშირ შემთხვევაში ეს წავიდოდა fold-ში ან four-bet-ში. მე მგონი კოლი საერთოდ არ არის აქ. სხვადასხვა ფერის ტუზდამა, მაგრამ არა უშავს, იმიტომ რომ small blind-ის range-ი აქ არის ძალიან ძლიერი. ანუ როცა small blind-ი ატრიბეთებს პირველ პოზიციას, ისე მეორე პოზიციას ამ შემთხვევაში, მაგრამ პირველად მეორე პოზიციას, ხო, ძალიან ძლიერი სპექტი აქვს, შესაბამისად სხვადასხვა ფერის ტუზდამით, ან შეიძლება იბლეფო, დაუშვათ four-bet-ით, ან ჯობია დაღარო. რა, მე ყოველ შემთხვევაში ეგრევე ვათამაშებ ამ სიტუაციაში, სხვადასხვა ფერის ტუზდამას, ერთი ფერის ტუზდამით შეიძლება კოლი მიმეღო. ხო, გავაკეთე 1/13 C-bet-ი, რაც ეხა ამ მომენტში არ მომწონს, სიმართლე რო გითხრათ, ზოგადად არასტანდარტული C-bet-ი იყო ჩემი მხრიდან, თორნიკეს წინააღმდეგ გავაკეთე კონკრეტულად ეს C-bet-ი, რაღაც იმ სიტუაციაში ეგრე მოვერგე ჩემი წარმოდგენით, მაგრამ საერთოდ ჩვეულებრივ სტანდარტული 3/4 არის ძირითადად, სტანდარტული 3/4-ია, ნახევარი პოტი მაქვს ხოლმე საიზინგი უპოზიციო, თორსა C-bet-ს ვაკეთებ. მაგრამ რატოღაც ამ სიტუაციაში წარმოვიდგინე, რომ ძალიან ბევრი ტრეში იყო თორნიკესთან და ვიფიქრე, რომ 1/13 უფრო რელევანტური იქნებოდა ჩემი მხრიდან. Easy call-ი გვაქვს. რა თქმა უნდა, აქ მე ველოდებოდი რომ range-დან იქნებოდა call-ი, მე განახებ დაახლოებით რა range ველოდებოდი და მე მგონა რომ ყველაფერს დაქოლავდა. არანაირ fault-ს არ ველოდებოდი flop-ზე ერთი სიტყვით 1/13 რო გავაკეთე. მაგიტომაც გავაკეთე იდეაში 1/13. თენი დავჭეკე. აქ მე ცოტა დიდ size-ს ველოდებოდი. ეს გააგრძელებდა. ყველა სასტრიტეს აცდენილია რა. check raise გავაკეთე, აქ მე check push-ს ვაპირებდი, მაგრამ ისეთი საიზინგი მომცა თორნიკემ, რომ check push-ის ჩავთვალე, რომ აღარ გადიოდა და check raise გავაკეთე, მაგრამ ეხლა ვატყობ, რომ გადიოდა check push-ი ჩვეულებრივად და უნდა გამეკეთებინა check push-ი. აქ რატოღაც ცოტა ბლომად ვაგიდებს თამაშობდი და სავარაუდოდ ჩემს ტექსტს შევხედე და არა თორნიკეს ტექსტს და მაგიტომაც გავაკეთე check raise-ი. უნდა გამეკეთებინა check push-ი ჩვეულებრივად რა. არ ვიცი რა ყავს. მაინტერესებს. აქ წინ არასოდეს არ იქნებოდი, არასდროს.
просто ნუ free roll-ზე წავედი. ნუ free roll-ი არის ის, რომ ანუ flash draw მეჭირა და ჩემთან ჰენთან წავედი, მაგრამ დამატებით მეჭირა flash draw. ჩემთვის ახლა იდეაში ყველაფერი კარგად მოხდა ამ სიტუაციაში, რაც შეიძლება მოხდარიყო, მაგრამ არ მომწონს ჩემი გათამაშება, არც თორნიკეს გათამაშება და მოდი გავარჩიოთ ახლა ეს დარიგება. კაი, ესე იგი. მოდი კაი კომენტარი ვნახოთ. თერნი რატო არ დადო? კახა თერნი რატო არ დადე? აი ეს იყო შეკითხვა. აგვიხსენი თერნი რატო არ დადე? კარგი, ხა რატო არ დავდე თერნი? დავდე, ხო, ნუ მე ამ ტერმინოლოგიას არ ხმარობ, მაგრამ ხო, ნუ რაც არის რა. მე უფრო გავედის ვამბობ ხოლმე რა, თერნი გავედი ან რაღაც. ნუ მოკლედ მეორე ბარელი რატო არ გავაკეთე რა? კაი, დავიწყოთ იქიდან რომ მე ვიყავი არა, მე ვიყავი small blind-ი, hijack-ის წინააღმდეგ, small blind-ზე გავაკეთე ტრიბეთი. big blind-ზე იყო fold-ი და აი hijack-ის გადაწყვეტილება. აი ტუზდამ ყოფილა call-ი ტუზდამაზე, მაგრამ ძალიან პატარა ზომით, ძალიან იშვიათი call-ი არის ტუზდამა, თუ ატყობთ, ნუ ძირითადად ტუზდამა მიდის ან four-bet-ში, ან fold-ში რა. ყველაფრის გათვალისწინებით უფრო ხშირად fold-ში მიდის, აქ უფრო დიდი four-bet-ი აწერია, მაგრამ უფრო ხშირად fold-ში მიდის, იმიტომ რომ small blind-ი იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან უფრო ცოტა ტაიტი თამაში მიდის, ვიდრე solver-ი გვაჩვენებს, იქ თავისი რეიქის წნეხიდან და ყველაფრიდან დამთავრებული და არა მარტო რეიქის წნეხიდან. აი მაგალითად ეგეთი რაღაციდან გამომდინარეობს ჩვენ ტაიტი თამაში რიგ შემთხვევებში რო ხა მაგიდაზე როცა 3 ფიში ზის მაგალითად, ეხა მაგიდაზე რამდენი ფიში ზის ზუსტად არ ვიცი, სიმართლე გითხრათ. მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში აი თორნიკეს წითლად ვიწავთ მონიშნული სავარაუდოდ რეკრეაციული მოთამაშეები არიან რა. ანუ როცა მაგალითად მე big blind-ზე აი არასრული სტეკი მიზის და რეკრეაციული მოთამაშე მიზის, ხო? ჩემი ტრიბეთის რეინჯი თორნიკეს წინააღმდეგ უფრო ტაიტი არის, იმიტომ რომ შეიძლება მეტყო თორნიკემ ჩვეულებრივად მეთამაშოს ჩვეულებრივი რეინჯით, მაგრამ ამან დამიქოლოს ხვდები და მე აქ უფრო ვატაიტებ რეინჯს რა, ეგეთი თემა არის რა. ხო, ეგ ერთი. თან მეორე ის არის რომ მე ის რო უკან big blind-ზე მიზის რეკრეაციული მოთამაშე, ეგ მაძლევს დამატებით მოტივაციას ხშირად დავქოლო, რომ რეკრეაციული მოთამაშე შემოვიყვანო. მაგალითად, 7-იანები, 8-იანები, 9-იანები, მე მირჩევნია აქ დავქოლო და უბრალოდ თორნიკეს რეიზი, იმიტომ რომ რეკრეაციული მოთამაშე შემოვიყვანო გათამაშებაში და უბრალოდ თორნიკეს კი არ დავაყრევინო და პრეფლოპზე რაღაც მკვდარი ფული კი არ წავიღო სიტყვაზე. არამედ რეკრეაციული მოთამაშე შემოვიყვანო დარიგებაში და ვაფშე სხვა პოტი და ვაფშე სხვა ის ვითამაშო რა. ასე თქვათ, გათამაშება. შესაბამისად, ჩემი ტრიბეთის რეინჯი კიდევ უფრო ტაიტია, ვიდრე solver-ი აჩვენებს და შესაბამისად ეს ტუზდამა უფრო ხშირად fold-ში წავიდოდა რა. მაგრამ four-bet-ი, black four-bet-ი, რა თქმა უნდა, იყო ან fold-ი. calls რაც შეეხება, როგორც solver-ი გეუბნება, აქ შეიძლებოდა, მაგრამ ძალიან იშვიათად რა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში. ხო, ნუ გასაგებია რამხელა შემთხვევებშიც. ესე იგი, მე აქ თორნიკესთან calls ველოდებოდი, ძირითადად რა call-ებსაც ველოდებოდი. ეს იყო ძლიერი ერთი ფერის Broadway, აი ტუზდამა, ტუზვალეტი, ვალეტები, ათიანები. ვალეტ ათიანისგანაც ველოდებოდი, სიმართლე რო თქვა, ერთი ფერის ვალეტ ათიანისგან. დამა ვალეტი, დამა ათიანი, აქ ხა fold-ში არის მთლიანად solver-ში, მაგრამ რაღაც გაგებით მე ველოდებოდი. მოკლედ, თორნიკეს call-ში ჩემი წარმოდგენით იყო ძალიან ბევრი დამები, მაგრამ მე ვბლოკავდი მაგეებს რა. ანუ მე მეჭირა ის ბლოკერი, რაც იდეაში თორნიკესთან დამეველი უბეთებინა. მე მაგალითად მაგ ბორდზე, აი ამ ბორდზე დამა 9-4 ბორდზე რომ მქონოდა ტუზები ან კაროლები, ჩავაჭერდი ბოლომდე. ფლოპსაც, თერნსაც და ნუ რივერსაც დავფუშავდი. ჩვეულებრივად, იმიტომ რომ დამას დავეველი უბეთებდი, მაგრამ მე თვითონ რომ ტუზ დამა მეჭირა, ხო? ეს თორნიკეს რეინჯი დამების არსებობას ძალიან ამცირებდა. შესაბამისად, მე მაგიტომაც ფლოპზე გავაკეთე არასტანდარტული ზომის ფსონი, ან 1/13 გავედი, იმიტომ რომ მეგონა რომ თორნიკესთან იქნებოდა ძალიან ბევრი ტრეში რა. მაგალითად, როგორიც არის ვალეტები, ათიანები, სხვადასხვა ფერის ტუზკაროლი შემოდის აქ call-ით კაიბლომად და მით უმეტეს აჭარაზე ძალიან ხშირად ხედავ ამ hand-ით calls. ხანდახან შეიძლება ყოფილიყო ტუზები, კაროლები, ტუზკაროლი დამალული ეს ჰენდები, მაგრამ ნუ იშვიათად მაგას არ მივაქცევდი ყურადღებას. შესაბამისად, ჩავთვალე რომ რაც უნდა დამეველი უბეთებინა, მე ვბლოკავდი მაგას. რაც აი ცოტათი შემელო დამეველი უბეთებინა, მაგალითად როგორიც არის რაღაცა flash draw-ები, მაგალითად ტუზვალეტ ყვავი, ხანდახან იშვიათად ტუზათიან ყვავი, მაგალითად, ნუ ეს ძალიან მცირე ნაწილი არის მაგ რეინჯის რა, აი კაროლ ვალეტ ყვავი, მაგალითად ან ხო კაროლ ვალეტი შეიძლება ისედაც დამეველი უბეთებინა, მაინც გაჩოტი იყო და კაროლათიანი, მაგრამ ცოტა იყო ძალიან რა ესენი რა. მოკლედ რაც უნდა დამეველი უბეთებინა, მე ვბლოკავდი მაგას. ვალეტებს და ათიანებთან რასთანაც ჰქონდა ველი უბეთი,
ვიფიქრე რომ 3/4 რო გასულიყავი ფლოპზევე რო დაეყარა და არ მაწყობდა ეგეთი რაღაცა შესაბამისად გავედი 1/3 და რატო დავჩეკე თერნი რა თერნი დავჩეკე იმიტომ რომ ხო მაგრამ ეხლა მე ვამბობ რომ ეს 1/3 ფსონის ლოგიკა ახსენდი რატო გავედი 1/3 სინამდვილეში არ არის გამართლებული ჩვეულებრივ 3/4 გასულიყავი მაგ სიტუაციაში ეხლა ხვდები რა მაგას იმიტომ რომ სავარაუდოდ ვალეტებს ანათიანებს 3/4-ზეც არ დამიყრიდა რა ჩვენ რატომ დაიყარა 3/4-ზე ვალეტები ხო მაგრამ ფლეშ დროებს ხო არ დამიყრიდა რაღაცა სიტუაციებში დამასაც იქნებოდა მოდებული დავუშვათ კაროლდამით დამავალეტიდან რაღაც ეგეთით ვალეტათიანის ჰქონდა რაღაც რაოდენობა რეინჯში ცოტა მაგრამ ჰქონდა ნუ დამავალეტი ნუ არ ჰქონდა მაგრამ ნუ თუ ტულდამიდან მივიღეთ კოლი სავარაუდოდ ჰედიფერისო დამავალეტიდანაც მივიღებით კოლს რა და ნუ რაღაც რაოდენობა კოლზე მაქვს საუბარი მთლიან რეინჯზე არა რა თქმა უნდა მაგრამ დამავალეტიდან რაღაც პროცენტ შემთხვევებში მთლიანი ყველა დამავალეტიდან დავუშვათ რაღაცა რაოდენობა დაკოლავდა რა იგივე მოხდა ტულდამაზეც და ხო მივხვდი ეხლა რომ საკმარისი რეინჯი იყო თორნიკესგან რომ მიმეღო 3/4-ზე კოლი მიმეღო ჩვეულებრივად ანუ სტანდარტულად გამეთამაშებიან ჩემი ტულდამა 3/4-ზე გავიდოდი თერნმა ისე გამაძლიერა აქ რომ უკვე მეორე ბარელით ვიფიქრე რომ ანუ ძალიან დიდი ფოლდეკვითი იყო ერთ-ერთი რაც აგრძელებდა აქ იყო დამა და მე ვბლოკავდი მაგას ან ფლეშ დრო რომელიც აი საკმარისი აი ოვერბეტზე დაყრიდა მაგალითად რა უკვე აღარ ექნებოდა პოტოცები ხვდები მაქედან გამომდინარე ვიფიქრე რომ თუ თორნიკეს რაც არ უნდა ქონოდა თვითონ უნდა გამოსულიყო დავჩეკე თერნი ანუ რატომ უნდა გამოსულიყო თვითონ მოიცა დავიდეთ იქ აი აქ რატომ უნდა გამოსულიყო თვითონ და იმიტომ უნდა გამოსულიყო რომ თუ value hand იქონდა დაუშვეთ დამა ქონდა ან რაღაც ეგეთი მაშინ მე ვანახებდი რაღაცა სისუსტეს და უნდა გამოსულიყო value bet-ი გაეკეთებინა თუ მომლოდინე ხელი ქონდა ჯობდა აქვე წაიღო ეს მტარი ფული დაუშვეთ და რატომ უნდა ენახა რივერი ანუ გაეკეთებინა რეალიზაცია დაუშვეთ fold equity-ი და როგორც equity-ს ასევე fold equity-ს რეალიზაციას გააკეთე და ფსონით რავი ჩეკი აქ ერთ-ერთი რაღაცა ვალეტებს ათიანებს შეიძლება აიღო ჩეკი რომელთაც საერთოდ არანაირად არ მეშინოდა იმიტომ რომ უკვე აგურის აუცაც უკლავდი რავი თუ თვითონ არ ეჭირა და ანუ ერთი სიტყვით აქ მე ყველა ვარიანტში ჩეკი ვიყავი თერზე აბსოლუტურად ყველა ვარიანტში ჩეკი ვიყავი იმიტომ რომ ძალიან დიდი fold equity მქონდა ჩემი შეფასებით აქ ხა ათიანები ვალეტები ჩვეულებრივად წავიდოდა fold-ში აქ მე თან flop-ზე calls ველოდებოდი სხვადასხვა ფერის ტუსკაროლისგან რა სხვადასხვა ფერის ტუსკაროლი ფიქრობ რომ დაკოლავდა ჩვეულებრივად flops ანუ ტრიბეტი დაკოლა 1/3-ზე დაკოლავდა და ხა მეორე ბარალზე რა თქმა უნდა დაყრიდა იმიტომ რომ ბექდორიც არ წავიდა მაგალითად სხვადასხვა ფერის ტუსკაროლს ჰქონდა ტუსყავი დაუშვათ იგივე ხო ან კაროლყვავი ამ აგურზე ჩვეულებრივად დაყრიდა რა ანუ ბექდორი არ წავიდა შესაბამისად დავჩეკე და აქ თორნიკესგან ველოდებოდი ფსონს ეს იქნებოდა ბოლო სავარაუდოდ ბოლო ისა სარგებელი ასაც მივიღებდი აქ მაგრამ უბრალოდ ჩემი შეცდომა რა იყო აქ რომ აქ იყო ჩემი შეცდომა ის რომ ფლოპზე უნდა გავსულიყავი 3/4 ჩვეულებრივად და აქ უკვე ეხლა ფლოპი იქნებოდა რომ თორნიკეს ფსონი თითქმის ოლინი ნუ არა მაგრამ ნუ თითქმის დიდი საიზინგი იქნებოდა იმხელა რომ ჩეკ ფუშის უკვე მიმბული იქნებოდა პოზე რა ეგ იყო ჩემი შეცდომა თერნის ჩეკი მოკლედ მაგით ახსენდი რომ ან ძალიან დიდი fold equity მქონდა თერზე არაფრით არ მეშინოდა და შენ გამიდოდა ფსონი მაგიტო დავჩეკე კაი მე მგონი დიდი ხანი გაგვირძელდა ძალიან ამ დარიგების გარჩევა ფლოპზილაში მიდოდა შემიყვანა მაგრამ ეხა აღარ არის მაგის დრო კაი დავანებოთ მაგას თავი მოკლედ ეგ იყო და ეგ რა თერზე დავჩეკე მივიღე ფსონი ან რასაც გეგმავდი ეგ გავაკეთე მაგრამ უბრალოდ ჩემი შეცდომა იმაში მდგომარეობდა რომ პოტი არ გავუბერე საკმარისად ფლოპიდან რა მინიმუმ ნახევარი პოტი მაინც უნდა გამოსულიყავი ფლოპზე როგორც სტანდარტულად ვაკეთებ ანუ ნახევარი პოტიდან ესე 3/4-მდე მაქვს ხოლმე სიბეთის რეინჯი უპოზიციოთ მაგრამ რატომღაც რახან ჩავთვალე რომ ანუ და ყველაფერს ბლოკავდი მაგიტომაც აგურებზე ბექდორსაც ბლოკავდი და მოკლედ მაგიტო გამოვედი პატარა საიზინგით მაგრამ ნუ არ იყო გამართლებული ჩემი აზრით. კაი მოდი გადავიდეთ ახლა სხვა დარიგებებზე. ეს დარიგება ძალიან გამიგრძელდა, ან მან ჩემი დარიგება იყო და ანუ ხო ვიცოდი დაახლოებით რას ფიქრობდი მაგ დარიგების მსვლელობისას. რავი, თორნიკე ნახავ ალბათ ამ ვიდეოს და რავი რა შენი ისინი აქვია. შთაბეჭდილებები შეგიძლია გაგვიზიარო კომენტარებში.
აქ ხმა გავუთიშოთ და სიტუაცია აჭარაბეთი NL 100 რეგულარი რომელსაც დარიგებები გამოგიზავნა აგერ არის ჩვენთან მარკო 2018 წავედით აი ნაცნობი სიტუაცია NL 100 აჭარა cold call-ი აი წეგანაც დაახლოებით ამაზე ვლაპარაკობდი ან ტრიბეთის мотивაციას კი კლავს მეთქი როცა იმასში რა როცა შენს უკან მეთქი ხედან რეკრეაციულ მოთამაშეები ხო 4-ხიანები არც იქნებოდა ტრიბეთი მაგრამ ისე ვთქვი რა დაახლოებით ესეთ სიტუაციაზე მომვლი ძალიან ხელსაყრელია ხოლმე ვიღაცების შემოყვანა მიუხედავად იმისა რომ რეგულარი არ ეძებს და აი პირადად მაგასთან თამაში შენ უფრო ტრიბეთა და ფოლდს შორის წაიყვანდი დაუშვათ 4-ხიანებს ესეთ სიტუაციებში როცა უკან რეკრეაციულ მოთამაშეები გეგულებიან ყოველთვის კოლით შესვლა და იმათი შემოყვანაც ხელსაყრელი ხდება ხოლმე ძალიან რა ესეთი სიტუაციები ზოგადად ონლაინ პოკერში ძალიან ცოტაა სხვათა შორის და ანუ აი მაგალითად თუ უცხოელ ტრენერებს და ვიღაცებს უყურებთ იქ ესეთი სიტუაციები შედარებით ნაკლებია იმიტომ რომ ზოგადად მაგიდებზე როგორც წესი ერთი რეკრეაციული მოთამაშეა ხოლმე წარმოდგენილი და ჩვენთან ეს საბედნიეროდ ეს არ არის რამდენიმე რეკრეაციული მოთამაშე ზის ხოლმე მაგიდაზე და რაც უფრო ტაიტი თამაშის ასე ვთქვათ საფუძველი ხდება ხოლმე რა აქ ეხა ვინ არის ეს ხალხი არ ვიცი მაგრამ აი ორი არასრული სტეკი არის პირდაპირ ხედავ მაგას დანარჩენი ამ დარიგებაზე მე მგონი დასაკომენტარებელი არაფერი არ არის აქ კულერია ჩვეულებრივად ოპონენტთან ტულზია და ეს ადვილი მისახვედრი იყო და ხო შესაბამისად დანარჩენი გასაგებია ყველაფერი იგივე არა ამჯერად ისევ აჭარაბეთია NL 200 ამჯერად open raise მივიღეთ დაგვატრიბეთ MP-მ აქ დამავალეთი ის ერთი ფერის დამავალეთი აუცილებლად foldi იყო ჩემი აზრით ნუ რა თუ რა თქმა უნდა რაღაც ძალიან გახურებული დინამიკა არ იქნება მაგრამ აი ეს ოპონენტი რახან შემოვიდა ხო მაგან უკვე ძალიან კარგი შანსი მოგცა შესვლაზე რა მაინც არ არის ძალიან გადასარევი სიტუაცია შესაძლოა foldi მაინც არ იქნება შეცდომა მაგრამ ну შანსები ძალიან დიდი მოგვეცა და შეიძლებოდა შესვლა რა ეგეთი თემა იყო რა თან ეხა იქ სიტუაციურად ალბათ ოპონენტი რაღაცა იმედები ქონდა რა ოპონენტთან მიმართებაში რომ რაღაც საინტერესო დარიგება წავიდოდა რა ну საბოლოო ჯამში deep stack-ებში წავიდა all-in-ი და ну ხვდებით რომ აქ მაინც მე მგონი რეკრეაციულ მოთამაშეებთან უნდა ქონოდა საქმე იმიტომ რომ აქ OESD-ში deep stack-ში all-in-ის თამაში არ იყო მაინც გამართებული აი კაროლების მხრიდან დაყრა ცოტა ძნელი იქნებოდა იმიტომ რომ ამ ოპონენტთან ბევრი დამა X-ი ეგულებოდა მაგალითად როგორც აი ტუს დამა კაროლ დამა ან რაღაც ეგეთი და იდეაში იყო კიდევაც მაგრამ დამავალეთი 2 წულს იყო მოდებული და მაგიტომაც თან მკვდარი არც 2 წულთან არ იყო იმიტომ რომ გაწყვილება აწყვლა და თან ის თემა არის რომ დამების ვალეტების გამორიცხვა შეეძლო ამას იმიტომ რომ პრეფლოპზე შეიძლება უფრო აქტიური თამაში იყო მოსალოდნელი დამებისგან და ვალეტებისგან და აი 6-იანები შეიძლებოდა და ну ვალეტები შეიძლებოდა იდეაში ვალეტები შეიძლებოდა მაგრამ ალბათ ხშირად არა კაი ანუ ფორბეთ და აფორბეთებდა რა ვალეტები და ფიშის იზოლირება შეეცდებოდა მეთქი რა მაგას გულისხმობ ну ხშირად რა მოიცა აქ რა ხდება ისევ NL 100 5 ბლაინდი რეიზი და მიიღო კოლით ჩვენმა გვირმა ხო ხო ეს არის უეჭველი foldi ამაზე მე ვიდეოს გარჩევა გავაკეთე ერთი ჩემი გამომწერის ვიდეო გავარჩიე სადაც იზოთ ამ თემებზე გავაკეთე კარგად აქცენტი და კარგად დავათვალიერე ესეთი სიტუაციები ეს cold call-ის სიტუაციები solver-ში 5 დიდი ბლაინდი ხო 5 ანუ NL 100-ია ხო 5 დიდი ბლაინდით რო იხსნება ოპონენტი ახლა ესეთ სიტუაციაში ძალიან ტაიტი რეინჯით ვაგრძელებთ და აი სეტველიუზე კიდე რაღაც სიტუაციაში თუ ძალიან ისეთი იმედი გვაქვს ოპონენტთან რომ არა ნუ სეტველიუზე შეიძლება შესვლა როცა ისა გვაქვს რა ოპონენტთან გვაქვს იმედი რომ გადავხდელია რა თან დიფებში არა ნუ მამედ ეხა შევხედე მაგას რომ დიფები არიან ხო დიფებში შეიძლება 6-5-იანიც არ იყოს შეცდომა ხო მე დიფებში არ მინახია სოლოში მაგრამ ხო აი სტანდარტ 100 ბლაინდ სტეკებში ეს foldi იყო დიფებში შეიძლებოდა ალბათ დანარჩენი ალბათ უკვე ყველაფერი მოხდა ისე როგორც მოხდარიყო all-in-ი call-ი ну გასაგები ორი ერთად ჰენდი ეჭირათ და free roll-ი ითამაშა და მოიგო შემდეგი მაგრამ მაინც ეს კონექტორების cold call-ით შეყვანა ფიქრობ რომ დიფებში ალბათ შეიძლებოდა ისე ვიმეორებ მაგრამ ზოგადად პოკერში არის ძალიან გადამეტებულად დაფასებული ზოგადად ეს ერთი ფერის კონექტორები არის ძალიან გადამეტებულად დაფასებული სპექტრი რა სასტარტო კომბინაციების
ძალიან ბევრი ადამიანი ათამაშებს ამას cold call-ით რაღაც სიტუაციებში, სამდეში ეგეთი დიდი პოტენციალი არ აქვს მაგრამ. ორი დამა, რეიზი, ტრიბეთი, ფორბეთი, კოლი. სტანდარტული 1/13 პოზიციაში. ესე დაბალ ბორდებზე ხოთაშორის ესეთი ჩეკ რეიზები სახიფათო რამეა ზოგადად. მაგრამ ეს ისეთი ბორდია, რომ ესეთი მზასტრიტი ვერ იქნება. ეგ მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ მზასტრიტი ვერ იქნება რა. იმიტომ რომ სტრიტები ძალიან საშიში არის, იმიტომ რომ დროინგდედი ხარ სტრიტთან. ეხლა სეტიც რომ იყოს, დაუშვათ ორი წყვილიც რომ იყოს, რაღაცა იყოს, აუტი მაინც გააქვს რა და ის სტრიტია ხოლმე, რომ აუტი საერთოდ არ აგაქვს რა. ეგ ეხავს და ეგ ნიშნავია რომ დასტრიტი რომ გამოდის თუ არ გამოდის მაგას ვაქცევ ხოლმე მე ყურადღებას თქვენს გირჩევთ რომ მიაქციოთ. კიდე ის ფაქტორი არის რომ ნუ ფლეშ დრო არის და ოპონენტისგან კი დამაგული ხელში გვაქვს და ფლეშ დროებს ბლოკავთ რაღაც გაგებით, მაგრამ ეს არ არის დიდად მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. ოპონენტთან ბევრი ფლეშ დრო შეიძლება იყოს, რაც შეკრეის ითამაშებდა რა ფლოპზე. მით უმეტეს ფორბეტ პოტია და რავი ჩვეულებრივად ეხა ოპონენტზე აქ რაღაც ინფორმაცია იქნებოდა, შეიძლება ვალეტებით, ათიანებით, ცხრიანებით რაღაც ეგეთი დეთამაშა, ეგეთი გათამაშების ხაზი. შეიძლება საერთოდ ისეთი ინფორმაცია იყო, რომ შეიძლება საერთოდ ბლეფსაც ეთამაშა. აქ ოპონენტმა ჩეკი, აქ ხო აი ფლეშ დრო იყო ზუსტად. გაჩოდი კიდე, ნუ ძალიან ძლიერი ის იყო. აქ რივერზე ფუშს ქონდა თუ არა აზრი, მაგაზე ფიქრობ ხა, ოპონენტმა რახან დაჩეკა, ფიქრობ, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში წინ ვიქნებოდით, იმიტომ რომ ისეთი ექშენი იყო, რომ ნებისმიერი value hand-ი დაფუშავდა რა. ფიქრობ, რომ აქ რივერზე უნდა გაგვეკეთებინა ფუში, ვალეტებისგან, ათიანებისგან მიგვიღო value. დაჩეკვაც არ იყო შეცდომა, მაგრამ ფუში მაინც ფიქრობ რომ შესაძლებელი იყო ფუში ნამდვილად რივერზე ოპონენტის ჩეკის მერე. იმიტომ რომ ფიქრობ რომ ყოველთვის წინ ვიყავით. კი, ხშირ შემთხვევაში ესეთი ჰენდის მიმართ ვიყავით წინ, იმიტომ რომ ვალეტები ალბათ თვითონ დაფუშავდა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ხელს რა, ანუ ამის გავსი ხელებთან ვიყავით წინ რა და ფოლს მივიყედით ხოლმე რა, all-in-ზე, მაგრამ მე ვფიქრობ რომ მაინც გადიოდა რა რაღაც value ფუში მან. მოიცა თავიდან ერთამი რაღაც ექშენი ენელორასია, რეიზი, ტრიბეთი და ორი კოლი. არა. ფორბეთი და ფორბეთის კოლი. ერთი ფერის დოსკაროლით. აქაც ცოტა დიფებში ვართ, უკან კარატი შეიჯდა. შეიძლებოდა რა, შეიძლებოდა ფორბეთის კოლი, თუმცა ფორბეთი იყო რაღაც ძალიან დიდი საიზინგი რა. ხო აქ ცოტა ვარდება მივაჩვენე რომ ძალიან დიდი საიზინგით აკეთებს ხალხი ფორბეთებს. ესე იგი 2.5 და რეიზა ამან 6 ბლაინდი გადაარტყა, არა 6 არა, 7.5 ბლაინდი გადაარტყა, რაც სტანდარტია. 3x ტრიბეთი გააკეთა და ცოტა მეტი შეიძლებოდა და ფორბეთი მიიღო 50. ანუ 3.5x ფორბეთი მიიღო, რაც ძალიან დიდი საიზინგია ფორბეთისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დიფები არიან, ხა ისეთი დიფებიც არ არიან რა. ძალიან დიდი საიზინგია ფორბეთის. აქ ტუსკაროლით ძალიან უხერხული სიტუაციაა, ესეთი ადვილი კოლი ეს არ არის. ნუ all-in-სა და ანუ სამივე ოფციის ის შეიძლება, განხილვა შეიძლება, ერთი ფერის ტუსკაროლით ამ სიტუაციაში რა, fold-იც შეიძლება განიხილოთ ჩემი აზრით, ოპონენტს გააჩნია, როცა ესეთი საიზინგის ფორბეტს გაძლევს რა. თუ ფიქრობ, რომ დაუშვათ all-in-ი შეგიძლია და plus all-in ან fold equity არის და თან ოპონენტი ანუ ლუზურად დაგაფორბეთებდა, მე მგონი all-in ჯობია, იმიტომ რომ რთულ სიტუაციაში არ ჩაიყენო ფლოპზე თავი. თუ ოპონენტი ძალიან ტაიტი და ნიტური სტილის ოპონენტია, მან fold-ით შეიძლება ჩვეულებრივად ესეთი საიზინგის ფორბეტზე და ნუ კოლი, აი მე რატომაც ეს კოლები ნაკლებად მომწონს რა, აი ფორბეტების. მაგრამ აი solver-ი ხშირად აკოლინებს ხოლმე ფორბეტს, მაგრამ solver-ი ისეთ საიზინგებს აძლევს, რომ ძირითადად 2.2x, მაქსიმუმ 2.5x ფორბეტებით ხელმძღვანელობს როგორც წესი. უკან კიდე რეკრეაციული მოთამაშე იჯდა, ალბათ მაგის შემოშვებაც ჰქონდა ინტერესში ჩვენს გმირს ამ შემთხვევაში. კარტი მოვიდა, რაც თავარია და აბა რა იყო ოპონენტთან? ნუ ორი დამა იყო ოპონენტთან. ნუ გასაგებია ორ დამასთან, ანუ ორი დამას გავდა კი და ვალეტებსთან დამას გავდა ეგ ფორბეთი თავის საიზინგით, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენი შეშინებას არ მოერიდა ოპონენტი, ისეთი საიზინგი აირჩია ფორბეთის და ხშირად ეგ არის ხოლმე რაღაც, ნუ ნაცები არ არის ხოლმე რა, აი ტუზები არ არის ხოლმე და
როცა თუ ეგეთი ნოცი გაქვს ოპონენტზე რომ დაუშვათ აი ტუზებით ძალიან არ გაბერავდა პოტს და დაუშვათ რაღაც დამებით გაბერავდა ხო მაგ დროს ფუში ჯობია ხოლმე ჩემი პროფლოპზე რა თორე დიფები იყვნენ მაგით ბევრი რამე შეიძლება აიხსნას ნუ გასაგებია დანარჩენი ხა დანარჩენი მოდი წამინახოთ აბა ფლოპზე ხა დავიჭირეთ რაღაცა ესეთი სანაცე ვექტორი გასაგებია ხა ფორბეცო დაკოლავ ამ საიზინგზე ამ ხელა პოტში ესეთ სანაცე ვექტორს ვერ დაყრით ან ტუს კაროლი გიჭირავს ეს აუცილებელი ქოლია ნუ მე თენზე უკვე რაღაცა მონსტრო დრო მოგვივიდა აქ რამდენად ღირდაო გასვლა რა ესეთი ანუ ჩვენ მხრიდან აქ რამდენად ღირდა გასვლა ხო ოპონენტ ერთი არის SP არის აქ ოპონენტმა დაჩეკა აქ აუცილებლად ფუში არის ჩემი აზრით მე აქ აუცილებლად დავფუშავდი ჯერ ერთი იმიტომ რომ გვაქვს ძალიან მაგარი ხელი რომელიც თავისი აბსოლუტური ეკვიტით ისეთი ძლიერი არ არის მაგრამ fold equity-ს თუ მიუმატებ ამას იქნება ძალიან ძლიერი თუ ოპონენტთან აქ შეიძლება ყოფილიყო რა ვიცი რაღაცა bluff four-bet-ები მაგალითად რავი 9-იანებით 10-იანებით წაიყვანა four-bet-ში დაუშვათ აქ აუცილებლად გვაწყობდა რომ ჩვენ all-in გავგეთებიან და აქვე მოგვეგო ეს პოტი რივერის მიუხედავად რა შეიძლება ოპონენტთან ყოფილიყო იგივე ტუს კაროლი გაყოფა დაეყარა დაუშვათ ეგეც კაი იქნებოდა ხადა თუ ტუზები იყო კაროლები და ეგ დაგვიმალა დაუშვათ აქ ოპონენტმა დამაზე ჯერ ერთი ეგ мотивация საერთოდ არ ქონდა რომ დაემალა რატომ და დაემალა ხო ფლეშ დრო წავიდა თერნზე დამამოვიდა ჩვენ ქონდა რეინჯი რაღაც დამები ფორბეთის კოლში და შეიძლება დაეოლინებინა ჩაოლებრივ მოკლედ აქ ოლინი მირჩევნია მე ჩეკს თუმცა ჩეკმაც გაამართლა და მე უკვე აღმოჩნდა რომ ოპონენტს ორი დამა ქონდა ხელში და მაგიტომაც დაჩეკა გასაგებია რომ ჩვენ ქვემოდან წავიდოდით ორნიზე მაგრამ ვფიქრობ რომ ოპონენტთან მოიძებნებოდა ხელები რომლებიც დაყრიდნენ რა თავიდან რა ხდებოდა აქ ვერ დავინახე ეს არის NL 400 რეიზი ტრიბეთი კაროლებით ქოლი ტრიბეთის უპოზიციოდ ქოლი ფლოპზე რა ხდება ბოდიში ვერ მივ დონკია დონკი რეიზი დანარჩენი უკვე სტანდარტულად. ნუ ოპონენტი სავარაუდოდ რეკრეაციული მოთამაშე იქნებოდა ესეთ დიპსტეკებში, რომ ესეთი ჰენდით ითამაშა სტეკზე. მაგრამ ნუ მაინც დავამატოთ ის, რომ ხო ძალიან დიდი ოვერფლეი იყო ოპონენტის მხრიდან გაკეთებული, რაც ნუ იდეაში რითიც იშოვება ფული პოკერში. კაი, ეს გავიარეთ. მოდი, აბა ახლა ფოვერთან ძალიან ბევრი დარიგებებია. და მოდი რამდენიმე დარიგებას შევხედავ და მე დროის მიხედვით დაახლოებით 40 წუთამდე 1-10 წუთი მოდი რაღაც დარიგებას შევხედავ და თანამდებობით გავყვეთ რამდენიმე დარიგებას და ეგ არის რა წავედით რეიზი ტრიბეთი ჩვეულებრივი სტანდარტი ჯერჯერობით კოლ-კოლით შემოვიდა ოპონენტი. ხო, აქ შეიძლება ითქვას ეგეთი რაღაცა, რომ კაროლები პრესლოპზე არის ხოლმე სიტუაციები, სადაც ცოტა არაკომფორტულ სიტუაციაში ვდგებით ხოლმე კაროლებით, მაგრამ როგორც წესი, ანუ 100 ბლაინდის სიღრმეში მიჩნეული არის და რაღაცა იშვიათი გამონაკლისების გარდა ძირითადად კაროლებით პრესლოპზე სტეკზე ვთამაშობ და კაროლების დაყრა არ განიხილება ხოლმე. თუმცა ნუ ახლა მე მაქვს კარიერაში 1-2 შემთხვევა, როცა დავყარე კაროლები და დავყარე სწორად ორი არა მეტი მექნება, 3 შემთხვევა მექნება, როცა ანუ რამდენიმე ოპონენტი იყო ხოლმე პოტში და ძალიან აშკარა სიტუაცია იყო ხოლმე, რომ ტუზებით თამაშობდა რა. თუმცა იყო რამდენიმე შემთხვევა კიდე ჩემს ცხოვრებაში, როცა აი ვიცოდი, რომ დასაყრელი იყო კაროლები, მაგრამ აი ვერ დავყარე და ნუ შევწდი, ეგეთი შემთხვევები ძალიან ბევრი იყო, როცა ერთ-ერთზე მიცხომე თამაში როგორც წესი, ანუ რაც არ დარწმუნებული იყო, რომ ოპონენტს ტუზები ყავს, მაინც ვერ ვყრი ხოლმე კაროლებს ერთ-ერთზე. თუმცა ისეთი შემთხვევები ყოფილა, როცა თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ტუზები იყო ოპონენტთან და ნუ არ აღმოჩნდა ტუზები. ხო, როცა დავქოლე რა, ერთ-ერთზე გულისხმობ. შესაბამისად, აი მულტიპოტებში რაღაც შეიძლება ხოლმე რაღაცა სიტუაციებში დაფიქრება. ეხლა ეს სიტუაცია არ არის, ისე ვთქვი, პროსტა ზოგადად. გავაგრძელოთ ყურება. თუმცა ქოლით მიღებაც შეიძლებოდა ამისი რეიზის, ანუ როგორი რამე არის, იცი, ინეა ძლიერი ხელის დემონსტრირება არის, ხო, რომ ჩვენ დავატრიბეთ აქედან ტრიბეთზე ქოლ-ქოლი მივიღეთ, აქედან ფორბეთი მივიღეთ. აშკარად რაღაცა value range არის ფორბეთში რა.
შეგვეძლო რომ დავუშვათ ჩვენი კაროლები დაგვემალა და უკან ოპონენტისთვის მიგვეცა შესაძლებლობა რომ ისიც შემოსულიყო პოჩი რა. ეგ ვარიანტიც იყო. თუმცა ხა ოლინიც რა თქმა უნდა შეცდომა არ იყო. ნუ ამ შემთხვევაში ოპონენტთან იყო ტუზები. რაღაც გაგებით ჩვენი ოლინით ჩვენი თავის რაღაც მარტო რაღაც პრემიალურ რეინჯთან იზოლირებას მოვახერხეთ. იქნება გამომდინარე რომ უკან აი ოპონენტს რაღაც სლაბი რეინჯი დავაყრევინეთ და ძლიერი რეინჯი ოპონენტთან დავტოვეთ, მაგრამ ნუ კაროლებით ეგეთი რაღაც არ გვეშინია. შესაბამისად გასაგებია ყველაფერი. ტუზები კაროლებზე თამდენი სალაპარაკო იქნებოდა. მე რაღაც ენას ძვალი არა აქვს, ხო იცით? ეგ არის ეგეთი გამოთქმა, საინტერესო გამოთქმა. ენას ძვალი არა. სეტოლიო. ეს რაღაცა ენელ 150-ია. თუ რა ლიმიტია? არა, ენელ 50-ია, მოდიში. უბრალოდ ეს ბატონი აქ რატო არის, მაგას ვერ მივხვდი. ეს ბატონი არის big blind-ი, თუ რა არის? ეს ვიცავ, აი ეს რაღაცა მე ცხოვრებაში არ მინახია. big blind-ი არის ბატონი. სომაინდან მივიღეთ რეიზი, ერთ ზემეთის თამაში როგორც მივხვდი, ეს არის ჩამქრალი. ცოტა უცნაური დარიგება მეგობრებო, შეიძლება მე ვერ გავერკვიე რაღაცაში, მივიღეთ რეიზი. ერთი წამით რა ავიჭერი მაგრად. წავიდა, აბა რა მოხდა აქ? ანუ ოპონენტო და ანუ big blind-ი არის პოზიციაში. ეს ეხლაც ეგრეა ნედა. ხო, დანარჩენი ისეთი სათქმელი არაფერი არ არის, ხო, ნუ სეტი გვიჭირავს call-out ყველაფერს, მაგრამ აი ესეთი უცნაურობების ნახოთ შეიძლება, მეგობრებო. აი ესეთი საიზინგი. ეს არის ლიმიტი NL80, როგორც მივხვდი. ხო. ოპონენტი არ აიძებს 2.5 blinds, ოპონენტი ჩვენი გვირი არ აიძებს 2.5 blinds და მივიღეთ ასეთი 2x ტრიბეთი. ვინც აკეთებთ ესეთ საიზინგის ტრიბეთებს, გირჩევთ რომ არ გააკეთოთ, იმიტომ რომ ოპონენტი ძალიან კარგ შანსებს აძლევს რომ შემოვიდეს. ტრიბეთის სტანდარტული საიზინგი უკვე ვიცით რომ არის 3x პოზიციაში და 4x უპოზიციოდ და გაითვალისწინეთ ეგ რა. ცოტა მომატებად 3.5 4.5-იც არ არის ხოლმე პრობლემა, როცა ოპონენტი პატარა საიზინგით იხსნება. მაგალითად 2.5-ის წინააღმდეგ 11 რო გამოსულიყო, პრობლემა არ იქნებოდა. ან ბლაინდებში ვამბობ რა. აქ კოლი სეტზე დასაკოლად ცხრიანებს ძალიან კარგი შანსები ჰქონდა, ასევე ფორბეთი უკვე ოპონენტზე დამოკიდებული იყო ფორბეთი რა. ან ოპონენტი თუ სისუსტეს გაჩვენებს მან 2x ტრიბეთით, ფორბეთი შეიძლება განიხილო როგორც ბლეფი უკვე რა, ცხრიანებით. მაგრამ კოლისთვისაც ძალიან კაი შანსებია. ნუ აქ მოვიდა სეტი. დანარჩენი უკვე სეტი თავისი თამაშობს. პოზიციაში კოლით მიღებაა შესაძლებელი კი ბატონო, იმიტომ რომ ყოველთვის მოვასწრებ დაოლინებას, გვანახა ოპონენტო, ანუ ტუსკაროლი გასაგები. აქვე მინდა რეკომენდაცია გაუწიო. ეხლა აქ ძირითადად არის რაღაც, ნუ ეხლა ეს პრომოცია, მაგრამ ნუ ზოგადად მაღალი ლიმიტები, შედარებით მაღალი ლიმიტების დარიგებას მიგზავნია ხოლმე მოთამაშეები და თან ეს დარიგებები არის ხოლმე ძირითადად შერჩეული იმის მიხედვით, რომ ანუ რაღაცა ეპიკურობის მიხედვით რა, რომ დიდი დარიგება იყო და რაღაც ეპიკური დარიგება იყო, ასე თქვა რა, ესეთი სისხლიანი დარიგებები. და მე გავარჩიე ამ არხზე ერთი NL5-ის ვიდეო ჩვენი მოსწავლის რაღაცა და გამომწერის და ძალიან კარგი ადამიანის, აქტიური მოთამაშის და პოკერის მოყვარულის და ის გამოვიდა ძალიან საინტერესო სუფთა სტრატეგიული თვალსაზრისით რა, იმიტომ რომ იქ იყო ესეთი ტიპიური სიტუაციები, რომელიც ბევრ მოთამაშეს შეიძლება გამოადგეს მიკროლიმიტებზე, ეს NL5-ის სესია იყო. ბევრი ესეთი საბაზისო კონცეფციის და ასე ვთქვათ, გაშლისთვის მომეცა შესაძლებლობა იმ 9 საათიან ვიდეოში და გირჩევთ რომ უყუროთ ყველას.
და ზუსტად ესეთი სიტუაციაც იყო იქ, 30-იანი cold call-ით მიღება. არ არის მაინდა-მაინც კარგი გადაწყვეტილება, მაგაზე იმ ვიდეოში ვილაპარაკე. ერთი ფერის 30-იანით კიდე შეიძლება, მაგრამ ნუ ყველა ვარიანტში ტრიბეთი ჯობია და თუ დატრიბეთებ არ არის კომფორტული და უშვეთ რომ ოპონენტი არ ეცემა ტრიბეთებზე და რაღაცა. კი, ბატონზე შეიძლება დაქოლვაც, მაგრამ აი ოპონენტის open raise-ის საიზინგიდან გამომდინარე, მაინც fold-ი ჯობია ჩემი აზრით. თუ არ ატრიბეთებ, fold-ი ჯობია, იმიტომ რომ 4 blinds რო იხსნება cut-off-ზე ოპონენტი, 30-იანი არ ამგონია კარგად ეთამაშებოდეს მაგ range-ს რა. ანუ ესეთი ფლოპი დაგეცემა ახლა მაგდოს გამართლებულია რა თქმა უნდა. და აბა რა ყავდა გვანახოსნე და ოპონენტმა რა. ყველა მაქავს და არ გვანახებენ ხომ. ბოლოს გაჩვენებს ფოვერმა მომწერან. აბა მაჩვენეთ. არა, აი მაქი. არ გვაჩვენეს. რა ეყოლება ტუზკაროლი? ალბათ ტუზკაროლი ნაყოლდა. ვაიმე, მოიცა, რაღაც გამომჩა. ტრიბეთი, კოლი. აგრესიას აგზელებს ერთი მესამედით, ახლა წერან ვილაპარაკე თორნიკეს დარიგებაზე, რომ მეთქი ჩემი სტანდარტული აგრესიის გაგზელება ოპოზიციოთ არის მეთქი საიზინგი ნახევარი პოტი ან 2/3 3/4 დაახლოებით მაგ რეინჯში. ვიდეო ესაც ესე როცა fold equity-ის მიღება საერთოდ მნიშვნელოვანია მაქსიმალური fold equity-ის მიღება. პირდაპირ ასე ვთქვათ, აქ უნდა მიიღო გადაწყვეტილება 2 ბარელს აპირებ თუ 1 ბარელს რა. მე აქ მაგალითად მირჩევნია 3/4 და თერზე თუ ყვავი დამიდო, ან კაროლი დამიდო, ან 10-იანი დამიდო, ან ტუზი ვალეტი, ან გავძლიერდი, თერზე გავძლიერდი ფუში რა. აი ესე მარტივად. ნუ შეთქვაში გავძლიერდით და დავჭირეთ. check call-ი ვითამაშეთ. აი ეს არ მოწონს ეს გათამაშების ხაზი, ანუ ზოგადად check call-ით გასათამაშებლად მონოდინე ხელები, მით უმეტეს ეს დიდ პოტებში არ იძლევა ხოლმე კარგ შესაძლებლობებს. უფრო fold equity, ანუ აი ეს ბაზა ძლიერი მონოდინე ხელის გათამაშების არის აგრესიული. იქიდან გამომდინარე, რომ გააკეთო რეალიზება როგორც equity-ს, ასევე fold equity-ს. მით უმეტეს ესეთი რივერი იდება. ნაჩენი გასაგებია. ანუ ოპონენტს თვითონ მონოდინე ხელი ყავდა, ძალიან უხერხემლო გამარჯვებაში ჩადგებოდა თერნზე. უბრალოდ ეს ის შემთხვევა იქნებოდა, სადაც შეიძლება უარესი ხელისგან მიგვიღო კოლი. ხოდაშორის ძალიან სასიამოვნო არის ხოლმე, როცა შენ ანუ ბლეფ ფუში გაქვს დაუშვეთ თერნზე რა და ოპონენტი ანიღებ კოლს და ოპონენტსაც მონოდინე ხელი ყავს, ოღონდ უფრო დაბალი და ეგ ძალიან სასიამოვნო სიტუაციაა ხოლმე. კარგი, მე მგონი ამით დავამთავრე ამ ვიდეოს კეთება. იმიტომ რომ ამიდა ძალიან დიდი ვიდეო და რავი, კიდე იქნება ალბათ ეპიზოდი დარიგებების გარჩევის. გირჩევთ, რომ გამომიგზავნოთ, ვისაც მithomდეს აი დაბალი ლიმიტების მოთამაშეებს, ვისაც რაღაცა შეკითხვები გაქვთ, არის სიტუაციები, სადაც არ იცით რა გააკეთოთ და უხერხო სიტუაციაში დგებით, ჩაიწერეთ ეგეთი დარიგებები, გამომიგზავნეთ. აი მე ამ პროგრამით ვიწერ, აი ამ ბანდიკამით ადრეც განახეთ, რავი თქვენც განმოწერეთ, უფასო პროგრამაა, გატეხილი ვერსიის პოვნად შეიძლება, მაგრამ 10 წუთის ფარგლებში უფასოდ გაწერინებს, ასე რომ პრობლემა არ არის. ჩაიწერეთ ისეთი დარიგებები, სადაც არ იცოდით რა გექნათ. ასევე ნახევარსაათიანი ვიდეო შეგიძლია ჩაიწეროთ, რავი NL5, NL10, NL20, რავი რა ლიმიტებს თამაშობთ, გამომიგზავნოთ, გავარჩევ. YouTube კონტენტისთვის კარგია ეს YouTube კონტენტისთვისაც და თქვენი ასე ვთქვათ გამომთარებისთვისაც. აბა რავი, ამით დავამთავროთ ეს ვიდეო და შევხვდებით სხვა ვიდეოებში. წარმატებებს გისურვებთ.